წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. ბრძოლებისათვის, რითაც ქვეყნიდან განდგომილს ემტერება ეშმაკი. ეშმაკს ჩვეულება დაქვს ჩვენთან ბრძოლა, რათა რომლებიც მონაზნობის ღვაწლს დაადგნენ, სხვადასხვაგვარად მიმართავდეს მათთან ბრძოლას, მათი დაცულობისა და თითოეულის გონების და მიხედვით ცulis იგი წესს ბრძოლისა. ვისაც იგი ნახავს გონებით დამშვიდებულსა და სუსტი გულისთქმებით, იმათ თავიდანვე ეტაკება, ვიდრე არ დააწევს მათ დიდ განსაცდელებს, რათა განაცდებინოს სისასტიკე ბრძოლისა, რომ დასაწყისშივე შეიპყრას ისინი შიშმა და მოეჩვენოს მათ გზა მეტად მკაცრად და უვალად და თქვან, თუ ამ გზის დასაწყისი ასეთი სასტიკია და შესასრულებლად ძნელი, ვინ შეძლებს დაითმინოს უამრავი სიძნელენი სხვა ღვაწლისა. ვინც ამათ შორის ექცევა, ამის შემდეგ აღარა აქვს ძალა წინააღმდეგობისა და მოღვაწეობის სიკეთისაკენ წარმართვისა და ზრუნვა ამ საქმის მიმართ. ეშმაკი მცირეოდენ გაამძაფრებს ბრძოლას მათზე, რათა ამით დააფრთხოს ისინი. უფრო მეტად კი ღმერთი უშვებს ბრძოლას და არანაირად არ შეეწევა მათ იმისთვის, რომ სიზარმაცითა და გაგრილებული გულით არ შეუდგნენ ისინი უფლის მსახურებას. რადგან წერია, წყეული იყოს ყველა, ვინც კი ღვთის საქმეს აკეთებს დაზარებით და სისხლისაგან სურს ხელის მორიდება. ღმერთი ბრძანებს, რომ უშიშრადა და მხნედ შევებად საბრძოლველად ეშმაკს. კიდევ ამბობს, იწყე მასთან ბრძოლა და მხნედ გაუწიე მას წინააღმდეგობა და მე გავუჩენ შენს მიმართ შიშს ყველა შენს მტერს, ვინც კი ცის ქვეშაა. რადგან თუ ნებით არ მოკვდები ქვეყნიური სიკვდილით ღვთის სიყვარულისთვის, მოკვდები უნებურად ღვთისაგან უხილავი სიკვდილით. ხოლო ეხლა რაც გევალება, ნუ გიძნელდება მისთვის მცირე ხანს საკუთარი ნებით ჭირთა და ვნებათა დათმენა, რათა ღირსი შეიქმნე დიდებისა. რადგან თუ ღვთისათვის მოთმინებაში მოკვდები ხორციელად, იგი გვირგვინოსანს გაგხდის და მოგაგებს შენ მოწამეთა პატივს. ამისთვის თქვი, ვინც მოღვაწეობის დასაწყისში იქნება უქმად და მოშვებულად და არ აიძულებს თავს, რათა მოაკვდინოს თავები ბოროტივნებებისა, ისინი ყოველგვარ ბრძოლაში იქნებიან მოშვებულნი და გამოუსადეგარნი და ღმერთი უმეტესად დაუშვებს მათზე ჭირსა და ბრძოლას, რადგან არ მისდევენ მას მთელი გულით და არ ეძიებენ ღმერთს სიმართლით, არამედ ეჭვითა და ყვედრებით სურს ღვთის საქმის აღსრულება. ამიტომაც ეშმაკმა თავიდანვე იცნო ისინი და გამოსცადა მათი გულისთქმანი და გააცხადა როგორებიც იყვნენ სინამდვილეში, რადგან არიან ისინი მშიშრები და ხორცის მოყვარენი, რომლებიც უმეტესად ზრუნავენ თავიანთი სხეულისთვის. ამიტომაც როგორც ნიავქარს მათ ისე დევნის. ვერც იმ ძალას, რომელიც აქვთ წმინდანებს, იპოვის იმათში და იმის მიხედვით თუ როგორი გულმოდგინება აქვთ ღვთისადმი და როგორ ასრულებენ მის მცნებებს, შეეწევა მათ და თავის ძალას უჩვენებს ღმერთი. რადგან არ შეუძლია ეშმაკს ადამიანებთან მიახლოება და მათზე რაიმე განსაცდელის მოწევა, თუ მოშვებულნი და მოდუნებულნი არ იქნებიან ისინი. ან ღმერთი დაუშვებს მათზე ბრძოლას, ან თვითონ ჩაიგდებენ თავს ბილწ გულისთქმებში, ამპარტავნებითა და სიამაყით და ორგული გულისთქმებით. ამის გამო ითხოვს ეშმაკი გამოცდას. ხოლო ახლად შედგომილების, გამოუცდელებისა და გულწრფელების გამოცდას არ ითხოვს ღვთისგან, როგორც ამას ახდენს წმინდანებსა და დიდ მოღვაწეებზე, რადგან იცის, რომ ახლად მოსულებზე ღმერთი ეშმაკს არ უშვებს, რათა არ ჩავარდნენ მის ხელში. რამე თუ იცის, რომ ეშმაკის განსაცდელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
და თუ ისინიც არ დაიცავენ თავს, ადრე თქმული აღსრულდება მათზე და განეშორება მათ ძალა ღვთისშეწევნისა. ნეტარია კაცი, რომელმაც იცის საკუთარი უძლურება, რადგან ამის შეგნება მისთვის გახდება ყოველი სიკეთის საწყისი. რადგან როცა კაცი ნამდვილად ირწმუნებს საკუთარ უმწეობას, მაშინ მას უჩნდება მხოლოდ ღმერთის იმედი და არა საკუთარი თავისა და ღვთისაგან სიმდაბლეს იძენს იგი. მაგრამ საკუთარ უმწეობას ვერავინ ირწმუნებს, თუ მასზე ღმერთი არ დაუშვებს თუნდაც მცირეოდენ განსაცდელს, სულიერს ან ხორციელს. მხოლოდ მაშინ ხვდება კაცი თავის უძლურებასა და ღვთის ძლიერებას. როცა შეუდგება მოღვაწეობას, მარხვასა და თავის დაცვას და სხვა კეთილ საქმეებს, მათგან უჩნდება ღვთის სასოება და თუ ყოველივე ამის შემდეგაც არ გაუჩნდება მას სასოება, არამედ უფრო მეტად შიშში იმყოფება მისი სული, იცოდეს, რომ მასთან ჯერ კიდევ არ მისულა ღვთის შეწევნა, რასაც მისი გული შიგნიდან აგრძნობინებს. ამიტომ არ შეუძლია იმედით ყოფნა, რადგან დაწერილია, რომ ღვთის შეწევნა გადაარჩენს კაცს. ხოლო როცა იგრძნობს კაცი, რომ აკლია ღვთისგან შეწევნა, მაშინ იწყებს მეტ ლოცვას და როცა იმატებს მისი ლოცვა, მისი გული მდაბლდება, რადგან შეუძლებელია, რომ კაცი დაუცხრომლად ევედრებოდეს ღმერთს და მისი გული არ დამდაბლდეს. ხოლო შემოსვლილ გულსა და მდაბალ სულს ღმერთი არ შეურაცხყოფს. ვიდრე კაცის გული არ დამდაბლდება, ქვეყნიური განცხრომისა და შფოთისაგან იგი ვერ დამშვიდდება, რადგან სიმდაბლე კრებს გაფანტულ გულს. როცა კაცი დამდაბლდება, მაშინ მოადგება მას ღვთის წყალობა. მაშინღა მიხვდება გული, რომ მასთან ახლოსაა დახმარება ღვთისა, რადგან საკუთარ თავში იპოვის იმედის ძალას. როცა შეიგრძნობს კაცი მასთან მისულ ღვთის დახმარებას, მაშინვე ღვთისადმი რწმენით ივსება. ამისგან მიხვდება, რომ ლოცვა არის მისი მთავარი შემწე და წყარო სიცოცხლისა, იმედის საუნჯე და მშვიდი ნავსაყუდელი, რომელიც იხსნის სულს ბოროტი ძალებისგან. იგი ნათელია დაბნელებულისა, სიმტკიცეა უძლურებისა და დიდი საფარველია განსაცდელებისას და ბოროტის სულების მკურნალია. იგი ფარია ბრძოლაში დასაცავი და გალესილი ის არის მტრის წინააღმდეგ საბრძოლველი, რათა მოკლედ რომ თქვა, ყოველ სიკეთეს სული იღებს ლოცვიდან. ამის შემდეგ სული ხარობს რწმენით ლოცვისას, ხოლო მისი გული ივსება იმედით და აღარ ვარდება იგი პირვანდელ სიბნელესა და ამაოებაში, არამედ როგორც კი ამას შეიგნებს, მაშინვე შინაგანი ლოცვა მისთვის დიდ საფასედ იქცევა და ლოცვით განცდილი დიდი სიხარულისთვის იწყებს მადლიერებას. სწორედ ამაზეა თქმული, რომ ლოცვა სიხარულია, რომელიც მადლობას წირავს ღმერთს. ისეთ ლოცვაზე ვამბობ, რომელიც სრულდება საღვთო გულისხმიერებით, რაც ღვთისაგან აქვს კაცს მოცემული, რადგან საკუთარი შრომითა და მონდომებით კი არ ასრულებს კაცი იმ დროიდან ლოცვას, როგორც სხვა ლოცვებს, რომელთაც არ ახლავს მადლი, არამედ გულის სიხარულით და ლოცულობს საკვირველი ლოცვით, რომლისგანაც იშვება მადლიერების წყარონი, დუმილით, მუხთა დრეკითა და მისეული გონიერებით და იმ საოცარი გაკვირვებით, რაც მას ეუფლება ღვთის მადლის შეგრძნობით. მაშინვე ღვთის დიდებას იწყებს მაღალი ხმით, ესაუბრება უფალს, სწირავს მას მადლობას და გალობს კიდეც ხმით.
ვინც ამ საქმეს მიაღწევს სინამდვილეში და არა ოცნებით, იგრძნობს მის ძალას და განარჩევს მათ დიდი გამოცდილებით, იმან იცის, რომ არაფერ საწინააღმდეგოს არ ვამბობ. ამიერიდან კლებულობს მასში ამაო გულისთქმანი და უერთდება ღმერთს მარადიული ლოცვით. ეშინია და ძრწის, რათა არ მოაკლდეს მას ღვთისგან შეწევნა. ყველა ეს სიკეთე კაცს მიეცემა საკუთარი უძლურების შეგნებით. რადგან როცა მიხვდება იგი თავის უმწეობას და აქვს დიდი სურვილი და გულისხმიერება ღვთის დიდი შეწევნისა, მაშინ მიუახლოვდება ღმერთს მოუკლებელი ლოცვით. რა ზომითაც მიუახლოვდება იგი ღმერთს თავისი გონიერი სურვილით, იმ ზომითვე უახლოვდება მას ღმერთი თავისი მადლით და არ მოაკლებს მას მადლს მისი დიდი სიმდაბლის გამო, რადგან იგი მოუკლებლად ევედრებოდა უფალს, როგორც ქვრივი ევედრებოდა მსაჯულს, რათა დაეცვა იგი მის მოწინააღმდეგეთაგან. კაცთმოყვარე ღმერთი იმიტომ აკლებს მას მადლს, რათა ეს საქმე იქცეს მისთვის მიზეზად ღმერთთან მისაახლებლად და მასთან შესაერთებლად. ამას იმათზე ვამბობ, ვისაც ღვთის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. ზოგს სათხოვარს მალე არ უსრულებს, ზოგს კი მაშინვე მოარიდებს მტრის რისხვას. ზოგზე კი რაღაც სახით დაუშვებს გამოცდას, რათა ყოველივე ეს, როგორც უკვე ზემოთ თქვი, ექცეს მას მიზეზად ღმერთთან მისასვლელად, რათა ისწავლოს და გამოიწვრთოს ამ განსაცდელებისგან. საღვთო წერილში ნათქვამია, რომ უფალმა დატოვა მრავალი წარმართი და არა მოწყვიტა. არც ისუნავეს ძეს დაუმორჩილა, რათა ისრაელის ერს იმათგან ესწავლა ბრძოლა. რადგან საქმეები მართალი კაცისა, რომელმაც არ იცის თავისი სისუსტენი, ორპირ მახვილზეა მოთავსებული. ასეთი არც დაცემისგანაა თავისუფალი და არც გამხრწნელი ვეშაპისგან, რომელიც არის ამპარტავნების ეშმაკი. და კიდევ, ვინც არ იცის საკუთარი უმწეობა, იგი სიმდაბლეს არის მოკლებული. ხოლო ვისაც სიმდაბლე აკლია, მას აკლია სისრულე. ასეთი კი მშიშარა და უმწეოა. ასეთის ქალაქი არ არის დამყარებული რკინის სვეტსა და სპილენძის საფუძველზე, რაც სიმდაბლეა. ხოლო სიმდაბლეს ვერავინ მოიპოვებს იმ საქმეების გარეშე, რითაც შეიმუსრება კაცის გული და მოიძულება ამპარტავნული გულისთქმები, რომელთა გამოც ეშმაკი პოულობს რაღაც მიზეს, რათა ადამიანი გადაიყვანოს ჭეშმარიტი გზიდან, რადგან სიმდაბლის გარეშე კაცის საქმენი სრული ვერ იქნება. ვისაც არა აქვს შეძენილი სიმდაბლე თავისუფლების ხელწერილით დამოწმებული, რომელსაც სულიწმიდის ბეჭედი არ აზის, იგი ბოლო დრომდე მონაა და მისი საქმე შიშისგან არაა გათავისუფლებული, რადგან ვერავინ გამართავს თავის საქმეს სიმდაბლის გარეშე. მართლაც სიმდაბლისა და განსაცდელების გარეშე ვერავინ ისწავლის, სიმდაბლეს ვერავინ შეიძენს. ამიტომ უშვებს ადამიანზე უფალი სიმდაბლის მიზეზებს. გულის შესამუსრად წმინდანებისადმი მხურვალე ლოცვით და ბევრჯერ აშინებს მათ ბუნებრივი მოთხოვნებითა და ბილწი გულისთქმებით, ხშირად კი ადამიანური ვნებითა და სინდისის ქენჯნით, სხვა დროს უძლურებითა და სატკივრებით, ან კიდევ ქვეყნიური სახმარის ნაკლებობითა და სიღარიბით. ზოგჯერ მრავალი ჭირით, ეშმაკის ცხადი ბრძოლითა და სხვა საშინელი საქმეებით. ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რათა ჰქონდეთ მათ სიმდაბლის მიზეზი, რომ არ დაიძინონ მათ უქმად ყოფნის ძილით
იმ საქმეებისგან, რომლებშიც იქნება მოღვაწე მოუძლურებული. ამიტომაცაა განსაცდელები სასარგებლო ადამიანისთვის. იმას კი არ ვამბობ, რომ კაცმა თავისი ნებით უნდა ჩაიგდოს თავი არაწმინდა საქმეებში, რათა ეს გახდეს მისი დამდაბლების მიზეზი და მათ გახსენებაზე დამდაბლდეს იგი. არც იმას ვამბობ, რომ კაცი უნდა ეშურებოდეს განსაცდელებს, არამედ იმას, რომ იგი დაეშუროს და აკეთებდეს კეთილ საქმეს სიფრთხილით და ხშირად იხსენებდეს, რომ არსაიდან არ არის იგი მოსული და მიწისგანაა დაბადებული და არის ცვალებადი, რადგან ყოველივე გაჩენილს აკლია ძალა და საჭიროებს ღვთის შეწევნას. ხოლო ყველას, ვისაც კი ესაჭიროება შემწე, მარტო თავისი ძალით ვერაფერს ეწევა. აქედან ცხადი ხდება, რომ მას აქვს ბუნებრივი სისუსტე. ყველა, ვინც კი იცის სისუსტე და თავისი უმწეობა, აუცილებლად თავს დაიმდაბლებს, რათა მისცეს მას სათხოვარი ყოვლად ძლიერმა. თავიდანვე რომ დაენახა თავისი უძლურება, უეჭველად დაიმდაბლებდა თავს, არ იქნებოდა სიზარმაცეში, რადგან თუ არ დაიზარებდა, მტრისა არ გახდებოდა იგი. ამიტომაც ეკუთვნის იმას, ვინც დადგომია ღვთის გზას, რათა მადლობდეს ღმერთს ბოძებულისთვის, რათა აბრალებდეს და შეურაცხყოფდეს თავის სულს, რათა ირწმუნოს, რომ უქმად რომ არ ყოფილიყო, განსაცდელებს არ დაუშვებდა მასზე უფალი, რომ მისი ამპარტავნებისთვის დაატყდა თავს ისინი. არ უნდა შეშფოთდეს ამისთვის და უდანაშაულოდაც არ უნდა მიიჩნიოს მან თავი, რათა ორმაგად არ ექცეს მას ეს ბოროტი, რადგან უსამართლობას არა აქვს ადგილი ღმერთთან, რამე თუ იგი წყაროა ყოველი სიმართლისა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.